Sărticealași წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა ელგუჯა კოხრიშულმა დაათვალიერეს. სამუშაოები საინვესტიციო ბანკის EIB-ის დაფინანსებით მუნიციპალური ფონდი ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს და პროექტის ფარგლებში 80 ადამიანი დასახსდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით ამ პროექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წლის 24 აპრილს დაიწყო და 15 ოქტომბრის დასრულდება. სპეციალისტთა განმარტებით სამუშაოების დასრულების შემდეგ სართიჭალის მოსახლეობას წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება, ასევე სასმელი წყლის ეკოლოგიური მდგომარეობაც გაუმჯობესდება. ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია აქ პრაქტიკულად თანამედროვე SCADA სისტემა კეთდება, რომელიც ავტომატურად მართავს წყალმომარაგების სისტემას, როგორც სათავე ნაგებობის მოწესრიგება მოხდა, ასევე ქსელი გაკეთდა. 10 თვის წინ დაიწყო სამუშაოები და ტემპი ნორმალურია. ოქტომბრის შუა რიცხვების ეს კონტრაქტორმა კომპანიამ მთლიანად უნდა დაასრულოს პროექტი, ამიტომაც ჩვენ შუალედურ მონიტორინგს ვახორციელებთ სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. პროექტით გათვალისწინებული არის ქსელის მთლიანი რეაბილიტაცია, ასევე მასთან დაკავშირებული ყველა ინფრასტრუქტურის გამოცვლა. პროექტით დასრულების ვადა არის ოქტომბერი. პროექტის დამთავრების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას მთლიანად მოუწესრიგდება სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება თვითონ სასმელი წყლის ხარისხი.